ვაგრძელებ საქართველოში მოგზაურობას და ამჯერად გადავწყვიტე იმერეთში, კერძოდ კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ვიმოგზაურო. წყალტუბო ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით, ამიტომ სამოგზაურო გეგმის გაწერა ბევრნაირად შეგიძლიათ. მაგრამ პირველ რიგში მოვედი ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას, რომელიც არის გეგუთის სასახლე. ერთი ბილეთის საფასური არის სულ რაღაც 5 ლარი და შემოვედით ამ შვენიერ ადგილას, საიდანაც დავიწყებთ ჩვენს მოგზაურობას. გეგუთის სასახლის მონახულება შეგიძლიათ ყოველ დღე ორშაბათის გარდა 10-დან 6 საათამდე, მაგრამ გაითვალისწინეთ ზამთრის პერიოდში მხოლოდ 5 საათამდე მუშაობს, ვინაიდან მალე ბნელდება. ამიტომ მშვენიერია, გაწყობა კიდევ უკეთესი, ძალიან მაინტერესებს რომ კარგად დავავთვალერო ეს ადგილი, ამიტომ დავიწყოთ მისი აღმოჩენა. გეგუთის სასახლე იყო ქართველ მეფეთა რეზიდენცია. მის შესახებ პირველი წერილობითი წყაროები მერვე საუკუნით თარიღდება და მას შემდეგ არაერთი ინფორმაცია ამ სასახლის შესახებ. იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ვხედავთ, ძირითადად გიორგი მესამეს დროს არის ასე აშენებული და ალბათ ამ სასახლის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი სწორედ გიორგი მესამეს უკავშირდება, ვინაიდან გეგუთის სასახლე იყო ის ადგილი, სადაც გიორგი მესამემ თამარ მეფე თანამოსაგდრედ გამოაცხადა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არაერთი ინფორმაცია არის ამ სასახლის შესახებ, ვინაიდან ის საკმაოდ მნიშვნელოვან სასახლეს წარმოადგენდა ქართველი ფეოდალებისთვის. ისტორიულ წყაროებიდან ვიცით, რომ ამ ადგილს არაერთი მეფე სტუმრობდა და განსაკუთრებულია ასეთ ადგილებში გადაადგილება, როდესაც შემიძლია წარმოვიდგინო, რომ სადაც ახლა ჩვენ გადავაადგილდებით და შეგვიძლია დავათვალიეროთ, თვით დავით აღმაშენებელიც კი იმყოფებოდა აქ. მთლიანი ეს ტერიტორია საკმაოდ ბევრი ნაგებობისგან შედგება. ახლა ერთ დარბაზში ვარ და გავაგზავნებთ მოგზაურობას, რომ დავათვალიეროთ ის. გეგუთის სასახლე ერთადერთი შემორჩენილი სამეფო სასახლეა ფეოდალური ხანიდან. ის თავისი დაგეგმარებით ქართული საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. მრავალსაუკუნოვანი განვითარების ეტაპები კარგადაა ასახული სამშენებლო ფენებში. არქიტექტურული და ისტორიული ღირებულებების მიუხედავად, გეგუთის სასახლის ადგილმდებარეობა არ გვხვდება არც გზის მანიშნებლებში და არც ტურისტულ რუკაზე. ეს ძალიან დასანანია და გაურკვეველიც კი. ამიტომ, როცა მაგისტრალიდან გეგუთის მიმართულებით გადმოუხვევთ, ნელა იმოძრავეთ, რომ შესახვევს არ გასცდეთ ნიშნის არარსებობის გამო. სხვა რეზიდენციებისა და სასახლეების მსგავსად, რა თქმა უნდა, აქ არსებული შენობებს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. აქ ვხვდებით სამეფო დარბაზს, ეკლესიას და ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი არის აბანო, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. განსაკუთრებული იმით, რომ როგორ ჰქონდათ გათვლილი საირიგაციო სისტემა. დღემდე შემორჩენილია მილები და ასე თვალნათლად შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ იყო განაწილებული. არის 2 მილი გამოყვანილი, რომელიც ანაწილებდა როგორც ამ მიმართულებით, ისე ამ მიმართულებით. როგორც წავიკითხე, აქ იყო როგორც ცხელი წყალი, ისე ცივი წყალი და აქედან გამომდინარე ხდებოდა გაციება, ან უფრო მეტად გათბობაც. მთლიანად ეს შენობა დაქცეულია ასეთი მილებით. ზოგი ჩამოშლილია, როგორც ხედავთ, მაგრამ არის ისეთი შემორჩენილი, სადაც უშუალოდ ისე მილის ფორმა აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომ ამ კედელს იქით იყო ერთი ტერიტორია, სადაც ვფიქრობ, რომ იმ ადგილას ხდებოდა ამ წლის გაცხელებაც. შუა საუკუნეების საქართველოში იმხელად ცოდნა არსებობდა უკვე, რომ მსგავსი შენობები, ნაგებობები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგრამ, როდესაც ამ საუკუნიდან გადავხედავთ, ყოველთვის განსაკუთრებული ურჩევნები ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი შემორჩენილია და შეგვიძლია ჩვენი თვალით დავინახოთ. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ და ადგილობრივები მათ მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მათ შორის მეომართა სამკურნალოდ. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ აქ ისვენებდნენ და მკურნალობდნენ თამარ მეფის მეომრები. აქ არსებული ნაგებობები 2000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, საკმაოდ დიდი სივრცეა და მათი დათვალიერებისას მარტივად მისახვედრია, რომ აქ არაერთი სამშენებლო ფენაა. კერძოდ, სამშენებლო მასალაში გამოყენებულია თლილი ქვა, რიყის ქვა, აგური და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს მეცნიერული კვლევებიც და დადასტურებულია, რომ აქ არსებობს 11 ფენა. დაწყებული ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნიდან, დამთავრებული მე-18 საუკუნემდე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი რეზიდენცია იყო საქართველოს ისტორიაში. მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო სამთავროებად დაიშალა, გეგუთის სასახლე იყო უკვე იმერეთის მეფეთა რეზიდენცია. ეს სასახლე მნიშვნელობას კარგავს უკვე მე-19 საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც იყო აჯანყებები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და მათ სასახლეებიდან მნიშვნელოვანი ადგილები დაანგრიეს. ამით ყველაფერი არ მთავრდება, ჩემთვის უფრო ტრაგიკული გაგრძელება არის ის, რომ ეს ნანგრევები გაქონდათ იმპერიის მსახურებს და აშენებდნენ სხვადასხვა ნაგებობებს. დღეისთვის რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ერთი შეხედვით მოვლილი აქაურება შეგიძლიათ მოხვიდეთ, შეიძლება ბილეთი როგორც უკვე აღვნიშნე, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის საკმარისი. იმის გათვალისწინებით, რომ არ ვართ ქართველები განებიურებული ჩვენი მეფეთა სასახლეების ხილვით, თითზე ჩამოსათვლელი სასახლეები გვაქვს საქართველოს მასშტაბით ფაქტობრივად. ვფიქრობ, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს ამ სასახლის შესახებ და დარწმუნებული ვარ, თუ სათანადო რესტავრაცია ჩაუტარდება და აღდგენითი სამუშაოები, უფრო მეტი ქართველიც გაეცნობა და რასაკვირველია, უცხოელი ტურისტიც. გეგუთის სასახლიდან დავიძარე წყალტუბოს მიმართულებით და გადავწყვიტე პირველ რიგში სასტუმროში მისულიყავი რეგისტრაციისთვის და შემდეგ მომინახულებინა რომელიმე ღირსშესანიშნაობა. როდესაც რუკაში შევიყვანე კოორდინატები, იქვე ახლოს დავინახე ერთი ტბა, რომლის შესახებ გაგონილიც არ მაქვს, შესაბამისად არც ნამყოფი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე მოვინახულო, ვინაიდან ახლოს არის სამანქანო გზა წესით ბოლომდე მიდის, ასე რომ სანამ სასტუმროში მივალ, ჯერ ამ ტბას მოვინახულობთ. იმას დიდი ტბა აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდი. ფოტოები კი ვნახე, მაგრამ ასეთი ლამაზი მაინც და მაინც არ ჩანდა. და დრონი რომ ვაფრინე, კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ასე თვალით ჩანს. ამიტომ ყველას გირჩევთ, თუ წყალტუბოში ან ქუთაისში მოგზაურებთ და გექნებათ 1-2 საათი მაინც, აუცილებლად მოხვიდეთ. გზა ძალიან მარტივია, მხოლოდ ბოლო 200 მეტრიან ცუდი გამოსავლელი, თუ მაღალი გამავლობის მანქანა ყავთ. ბოლომდე მოხვალთ, თუ არა და შეგიძლიათ გააჩეროთ და ის 200 მეტრიც გამოიაროთ. ამ ტბას ქვია კარიერის ტბა. მაინც და მაინც ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, მაგრამ რაც გავარკვიე არის ის, რომ ამ ადგილიდან თურმე ეზიდებოდნენ სამშენებლო ბლოკს, სამშენებლო მასალებს იყენებდნენ ამ ტერიტორიას, დროთა განმავლობაში აქ დაგუბდა ეს წყალი, გადაიქცა ტბად და სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა კარიერის ტბა. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ საკმაოდ ლამაზი ტბა არის, ძალიან კარგი გარემოა, ბუნება და ასევე ძალიან მყუდრო გარემო. ამიტომ თუ გენდობათ რომ 7 წლად გაატაროთ აქ დრო, შეგიძლიათ მობრძანდეთ და დატკბეთ. მოვიდით სასტუმროში, რომელიც პრომეთეს ღვიმის გადასახვევში მდებარეობს. ახლა გავდით რეგისტრაციას და დავისვენებთ, იმიტომ რომ ძირითადი ადგილების მონახულებას ხვალ ვაპირებ. დღეს მხოლოდ აქ დავისვენებ, განვიტვირთები და ხვალ უკვე შემართებით დავიწყებ სხვადასხვა ადგილის აღმოჩენას. თან თუ გავითვალისწინებ იმას, რომ გარშემო არის სულ გამწვანებული, აქვე არის მდინარე, რომელზეც შესაძლებელია ნავების ტურის გაკეთება, ასევე არის შიდა და გარე აუზი, შეგვიძლია ვითამაშოთ მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, მოკლედ ყველაფერი აქვს დროის გასატარებლად. არ მგონია ეს ყველაფერი დღეს მოვასწრო, მაგრამ შეიძლება ვიდაგვარად დავისვენებ და ხვალ უკვე ავსებული ენერგიებით დავიწყებ თავგადასავლების ძიებას.
არაჩვეულებრივი დილა გათინდა წყალტუბოში, უმშვენიერი სიამოვნებაა ზეაცხუნებს და ამასობაში ვისაუბრე და მზად ვარ დღევანდელი თავგადასავლებისთვის. წყალტუბო არის ბალნეოლოგიური კურორტი და ცნობილია თავისი სამკურნალო წყლებით. ამასთან არაერთი მღვიმე არსებობს აქ, რომელთა მონახულებას ალბათ რამდენიმე დღე არ ეყო. ამიტომ ამოვარჩიე როგორც მღვიმეები, ისე სანატორიუმები და მზად ვარ დღევანდელი თავგადასავლებისთვის. მოკლედ, დავიწყოთ წყალტუბოს აღმოჩენა. წყალტუბოს წყლებზე ერთი ასეთი ლეგენდაც არსებობს, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში უნდა იყოს შეთხზული. წემსი ნახეს აძოვებდა ამიდამოებში. ერთ დღეს მას ფეხი არტკიებია. დასასვენებლად წყაროსთან წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა და ფეხები ღელეში ჩაუყვია. დიდხანს ჰქონდა ფეხები წყალში, ტკივილიც გაუქრა. ამის შესახებ მან ამცნო სოფელს და სამკურნალო წყარომ სახელი გაითქვა ირგვლივ. ამ დროს სამეგრელოში ცხოვრობდა დავრდომილი სამეგრელოს დედოფალი. არც ერთი წამალი არ აცხრობდა მის ტანჯვას. სასწავლო მოქმედი წყაროს შესახებ ამბავი მის ყურამდე მივიდა. დედოფალი წყაროზე წაიყვანეს და განიკურნა. მაშინ მეფის ბრძანებით გაეჩეხათ უზარმაზარი მუხის ტყე, რომელიც ფარავდა ამიდამოს. ააგეს სახლები, აბანოები და შეიქმნა სოფელი, რომელსაც ეწოდა წყალტუბო. წყალტუბოს მინერალური წყლების მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან დაიწყო. პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო ბელგია კი 1915 წელს გიორგი და ონისე იოსელიანებს აუგიათ. სულ ამ პერიოდში წყალტუბოში 5 საბინაო სახლი იყო. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები წყალტუბოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო, რა დროსაც აქ აშენდა ბალნეოლოგიური კურორტი, ათეულობით სანატორიუმი, რომელთა უმრავლესობა დღეისთვის დაზიანებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი. მაგრამ საინტერესო შენობებია და ჩვენი ისტორიის იმ პერიოდზე თვალხილულ წარმოდგენას გვიქმნის. შემოვედით უკვე პირველ სანატორიუმში, რომელსაც მეტალურგისტი ჰქვია და ერთად დავათვალიეროთ. ფოტოებში და ვიდეოებში კი მინახავს. მაგრამ როცა აქ მოდიხარ, უფრო სხვანაირი აურა ტრიალებს. ცუგოც არის. ეს საკონცერტო დარბაზი იყო, როგორც ვიცი, ფოტოებიდან რაც ვნახე და მახსოვს და ძალიან საინტერესოა შემორჩენილი სვეტები და აქ არსებული ეს ჩუქურთმები, რაც დღემდე გადარჩენილია. და ნახეთ აქ როიალი სკამიც შემორჩენილია მაყურებლისთვის. ალბათ არაერთი ღონისძიება გამართულა აქ. ალბათ ამ ადგილის ყველაზე ფოტოგენური ადგილი ეს არის, სადაც ასეთი ოვალური აივანივით არის და არის ასეთი ჭაღი, რომელიც ალბათ ძველი დიდებულების ანერეკია რაღაც კუთხით. შენობის თითოეული დეტალი არის ძალიან საინტერესო. გარედანაც და შიგნიდანაც კი სავალალოდ გამოიყურება, მაგრამ გარკვეულწილად ამ სანატორიუმს თავისი ფუნქცია კვლავ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც 90-იან წლებში აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილები დინაკადი მოაწყვეტა ჩვენს კონტროლებად ტერიტორიას, სწორედ ასეთ ადგილებში დასახლდნენ იქიდან წამოსული დევნილები და მინდა გითხრათ, რომ დღემდე რამდენიმე ოჯახი კვლავ ცხოვრობს აქ. ცოტა რთული წარმოსადგენია ასეთ პირობებში ცხოვრება, მაგრამ რეალობა ასეთია. წავედი კიდევ ერთი სანატორიუმის სანახავად. თუ ფეხით იქნებით, 5-10 წუთი დაგჭირდებათ იქ მისასვლელად. თუ მანქანით, 3 წუთი. მოვიდით კიდევ ერთ პოპულარულ და საინტერესო სანატორიუმში, რომელსაც ეწოდება მედია. ეს შენობა 1950-იან წლებში აშენებული და 6 შენობისგან შემდგარ რთულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია დერეფნებით და კიბეებით. საკმაოდ ბევრი ხალხია, ახლა ვერ ხედავ ფიზიკურად, მაგრამ მესმის ხმაური დამთვალიერებლების, მათ შორის აქ იმართება არაერთი ფოტოსესია
ეს იქნება უბრალოდ ფოტოგრაფებისა თუ ვიდეოგრაფების სესიები თუ ასევე საქორწილო ფოტოგადაღებაც არაერთი იმართება აქ, ვინაიდან სივრცე მართლაც გასაოცარია. დღემდე შემორჩენილია არაჩვეულებრივი ჩუქურთმები, ფერადი საღებავების კვალი და მთლიანად სივრცე არის ძალიან მისტიკური და ვინტაჟურიც. სანატორიუმიდან ამჯერად აბანოსკენ გადავინაცვლებ. წყალტუბოში არსებული წყლები არაერთ დაავადებას კურნავს. თერაპიების ხანგრძლივობა და მეთოდი დაავადების სირთულიდან გამომდინარეობს. იმის გამო, რომ წყალი გამდინარეა, ის მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას. აღდგენილი აბანო ნომერი 6-ის გვერდით, სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს აბანო ნომერი 8, სასახლად ჩვენ ვიყოფებით და როგორც ხედავთ, ეს უკვე უმოქმედო მდგომარეობაშია. ეს აბანო აშენებულია 1959 წელს თბილისში არსებული სპორტის სასახლის მსგავსად. ესეც ოვალური შენობაა, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ აქ დატოვებული არის ღია სივრცე, რომელიც გადახურული ყოფილა მინით, რომ მთავრობა ბუნებრივი სინათლით განათებულიყო. შენობის მთლიან ტერიტორიაზე განლაგებულია ასეთი პატარა ადგილები, სადაც იყო წყლის გამანაწილებელი, ხოლო წრიულ ფორმაზე განლაგებული არის ასეთი პატარა აბანოები, სადაც ცხდებოდნენ და კურნალობდნენ. იმის მიუხედავად, რომ შენობა უმოქმედოა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული, საყრდენი კედლები ძირითადად შემორჩენილია, გადახურვაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ მისტიური ადგილია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრონის კადრებში ვიხილავთ, ზევიდან რომ გადმოხედავთ, ისეთი შეიძლება გეუფლება თითქოს ამოუცნო ფრინავ ობიექტს უყურებდე. უნდა ითქვას, რომ ეს სანატორიუმები და აბანოები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მანქანით 2-3 წუთის სავალზე, ამიტომ, როდესაც მათ მონახულებას გადაწყვეტ, გზაში ნაკლებ დროს დახარჯავთ, ყველაფერს ფაქტობრივად ერთიანად მოინახულებთ. ახლა კი დროა სანატორიუმებიდან უკვე სხვა საინტერესო ადგილებში, კერძოდ კი მღვიმეებში გადავინაცვლოთ. წავედით პირველ ადგილას. როგორც კი აღვნიშნე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არაერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მღვიმეა. მათ შორის ალბათ უნდა გამოვარჩიოთ პრომეთეს მღვიმე, იქვე არის სათაფლიაც, მოკლედ აქ ჩამოსვლისთანავე ძალიან ბევრი მღვიმეა სანახავი. მაგრამ ამჯერად სულ სხვა ადგილას მოვედი, ვინაიდან პრომეთეში არაერთხელ ყოფილ ვარ, ყველამ ვიცით ასე თუ ისე, მაგრამ ამ მღვიმის შესახებ, რომლის მონახულებასაც ახლა ვაპირებ, ძალიან ცოტა ხნის წინ გავიგე და ჩემდა სამწუხაროდ აქამდე არ ვარ ნამყოფი, ამიტომ ახლა აქ ვარ, შევალ შესასვლელში და ერთად აღმოვაჩინოთ ეს გამორჩეული და თუ რატოა გამორჩეული, მაგას უკვე ერთად ნახავთ. მანქანის გაჩერებიდან სულ რაღაც 2-3 წუთია საჭირო, რომ საინფორმაციო ცენტრში მოხვიდეთ, სადაც შეიძენთ ბილეთებს და დაიწყება უკვე თქვენი ტური. ფასები განსხვავებულია დამოკიდებული იმაზე, რომელ სერვისს აიღებთ, მაგრამ ძირითადად ფასები მერყეობს 10-დან 35 ლარამდე. მაგალითად, თუ აიღებთ შემეცნებით ტურს და პლუს ღვინის დეგუსტაციას, 35 ლარი გხსნით და მაგალითად ფასები ცვალებადია თქვენზე დამოკიდებული, რომელ სერვისს შეარჩევთ. უფრო დაწვრილებით ამ მღვიმის შესახებ ჩვენი მასპინძელი ანონა ჩოგოვაძე მოგყვება. პირველ რიგში დავიწყებ მღვიმის სახელზე მოყოლას, რატო ეძახით თეთრ მღვიმეს. არც თუ ის რთული გამოსაცნობია, თეთრა მოდის თეთრი ფერიდან და უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ეს არის ნაღვენთი ფორმების გამო შერჩეული სახელი. მთლიანად მღვიმე არის წარმოდგენილი თეთრი ქათქათა, ან რძისფერი თეთრი ნაღვენთებით, რაც არის აბსოლუტურად ქიმიური შემცველობის დამსახურება. მინერალები არის ჩვენს ნაღვენთებში წარმოდგენილი სტალაქტიტ და სტალაგმიტ ფორმებში. ძირითადი დატვირთვა, რაც მოდის, ეს არის მარილები, კალციტები, ჰიდროკარბონატები, აეროიონები მღვიმეში ბევრია. გეცოდინებათ წყალტუბოზე როგორც ბალნეოლოგიურ
კურორტზე და ჩვენს თერმულ წყლებზე და შესაბამისად აქაც არის რა თქმა უნდა კარბონატების და რადონის გავლენა და ყველაფერი ერთად შერწყმული და კომბინირებული არა მხოლოდ ლამაზ ფერს აძლევს მღვიმეს, არამედ პირველადი დანიშნულება არის ჩვენს მღვიმეში სპელეოთერაპია. სპელეოტურებს ვატარებთ, ეს არის სამკურნალო გამოჯანსაღებელი კურსები. სუნთქვითი თერაპიებია, მთლიანად და პირდაპირ რესპირატორული სისტემისთვის სამკურნალო. სასუნთქი გზების ასთმა, ბრონქიტი, რინიტი, ალერგია, ჰიპერტონია, მსგავსი ტიპის პრობლემების და დაავადებების, ასევე ნერვული სისტემისთვის, სისხლძარღვებისთვის კარგი არის. თერაპიის მთავარი ფაქტორი არის დრო. ყველა პაციენტი არის რეკომენდირებული, რომ დაიწყოს თერაპია ნელ-ნელა 30-40 წუთიდან და მერე უკვე დრო იზრდება საათი, საათნახევარი, 2 საათამდე, მაქსიმუმ არის 3 საათი, რასაც უკვე დაავადების ტიპის და სირთულის მიხედვით ექიმები თვითონ უნიშნავენ. მღვიმე არის ძალიან ისტორიული დატვირთვის მქონე, იმიტომ რომ 1955 წელს როცა აღმოაჩინეს და დაიწყეს მღვიმის არქეოლოგიური შესწავლა, გათხრების დროს აღმოაჩინეს ადამიანის ცხოვრების კვალი. უფრო კონკრეტულად და ზუსტად რომ გითხრათ, 15,000-მდე არქეოლოგიური არტეფაქტი არის მღვიმეში აღმოჩენილი, დათარიღებული 30,000 წლით, რაც არის ზედაპალეოლითი, ქვის ხანის ადამიანები ცხოვრობდნენ, მაგრამ მე ვეძახი, რომ ესენი იყვნენ პროტოწყალტუბოელები. პირველი წყალტუბოელები პრაქტიკულად ეგრე გამოდის და ეს ჩვენი პირველყოფილი ადამიანები ამ დარბაზებს იყენებენ ჩვეულებრივ საცხოვრებელ ოთახებად. მაღლა შეგიძლიათ აიხედოთ მზის სინათლე სადაც ჩამოდის. ეს არის მღვიმის ერთადერთი ბუნებრივი ხვრელი, მთავარი მიზეზი, როგორ დაიწერა აქაურობის ისტორია, ეს იყო შემოსასვლელი, სინათლის წყარო და ვენტილაციის სისტემა. ანუ მთავარი მიზეზი, როგორაც მოაგნეს აქაურობას და რატომაც ამოერჩიეს საცხოვრებლად. გარკვეულწილად ბუნკერივით გამოდიოდა პირველყოფილებისთვის აქაურობა, ცხოველების თავდასხმისგან, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, ან თუნდაც გარკვეულწილად ომიანობისგანაც იყვნენ დაცულები და ამიტომაც ატარებდნენ ამ პირველ დარბაზში ძირითად დროს. მღვიმე არის კარსტული წარმოშობის და დარბაზოვანი ტიპის. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, არის აბსოლუტურად ბუნებრივად შექმნილი წყლის მიერ და დარბაზოვანი ტიპიც არის ბუნებრივად შექმნილი. ანუ ხელი არავის არაფერზე არ უხლია, ბუნებრივად არის ეგრე გამოყოფილი. 3 დარბაზი გვაქვს თეთრაში წარმოდგენილი და როგორც თქვით, ყველა მათგანს აქვს თავისი დატვირთვა და ისტორია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ მღვიმეს კოსმონავტების მოსამზადებელ სარეაბილიტაციო ცენტრადაც იყენებდნენ. აქ არსებული განსხვავებული ჟანგბადის მოცულობისა და წნევის გამო. მაგრამ თუ ადამიანები ჩვეულებრივ რამდენიმე საათს ატარებდნენ თერაპიისთვის, ისინი გადაბმულად რამდენიმე დღე რჩებოდნენ. ორგანიზმი სტიმულაციაში მოდის და სხვანაირად იწყებს ფუნქციონირებას. მაქსიმალური სიმაღლე მღვიმეში გვაქვს 8-დან 10 მეტრამდე, სიგანეში 30-35 და სიგრძე არის 170 მეტრი მღვიმის. ასევე მღვიმის მიკროკლიმატი არის სრულყოფილი, შესანიშნავი პირობები ღვინის დაძველება დავარგებისთვის. ბალანსი, დაბალი ტემპერატურის და მაღალი ტენიანობის, რაც თეთრ მღვიმეში გვაქვს წარმოდგენილი, გვაძლევს იმის უნიკალურ საშუალებას, რომ აქ დავაძველოთ ღვინის ფოთლები და მარანი გვაქვს მოწყობილი. ტემპერატურა გვაქვს +14 გრადუსი ყველა სეზონზე, ზამთარ ზაფხულ არ იცვლება. ფარდობითი ტენიანობა 70-80% შუალედში და ამიტომაც არა მხოლოდ ჩვენ, კერძო პირები და კომპანიებიც იყენებენ შანსს. გვაქვს ასევე სადეგუსტაციო სივრცეც და სხვათა შორის თეთრ მღვიმე რეგიონში და საქართველოშიც შესაბამისად პირველი ადგილია, სადაც მღვიმის მიკროკლიმატში ღვინის დაძველება და დეგუსტაცია ხდება და მსოფლიოში დაახლოებით მესამე. ძალიან საინტერესო ტურის შემდეგ ალბათ ყველაზე საინტერესო ადგილას მოვედით, ვინაიდან როდესაც ამ მღვიმის შესახებ გავიგე და წავიკითხე, რომ აქ ღვინის დეგუსტაცია ტარდებოდა, თავიდან არ მჯეროდა და სანამ ჩემი თვალით არ დავინახე და აქ არ მოვედი, ვერ დავიჯერე. ანუ გაგვაცნობს უკვე უფრო ახლოს ღვინოსას და თან დავაგემოვნებ და მეც გაგიზიარებთ ჩემს. ხო. პირველ რიგში დავიწყებ იქედან განმეორდები, რომ მღვიმის უნიკალურ მიკროკლიმატში ღვინის დაძველების იდეა წამოვიდა ზუსტად ტემპერატურულ რეჟიმიდან. აქ ხდება დაძველება, დავარგება და დეგუსტაციაც, რაც არის ზუსტად ეს უნიკალური სერვისი. ერთიორად აუმჯობესებს ღვინის გემოვნურ თვისებებს და ზოგადად ატმოსფეროც არაჩვეულებრივია ჩემი აზრით. შესაბამისად, გვაქვს წარმოდგენილი ადგილობრივი ღვინოები, რადგანაც იმერეთში ვართ საქართველოს გულში. პირველი ღვინო, რითიც დავიწყებთ, ეს არის კრახუნა.
იმერული ღვინოების მეფეს ეძახიან და რა თქმა უნდა ტრადიციულ მეთოდში ქვევრში დამზადებული ჩვენი თეთრი მშრალი ღვინო. თქვენს მოსვლას, ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კი, ღირდა ხო მოსვლა. უკვე ღირდა რა თქმა უნდა, ეს რაც უნდა ვნახოთ, მაგრამ თან პირველად ვინჯავ ასეთ ადგილას. აურე გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან. არა მხოლოდ ატმოსფერო და ეს ფსიქოლოგიური კარგი გავლენა, სხვათა შორის მიკრობებისგან და ალერგენებისგან სუფთა არის. რა თქმა უნდა, ღვინის მიკროკლიმატი მაღალი იონიზაცია არის და შესაბამისად არანაირი რაღაც მტვრის ნაწილაკები არ შეერევა და არსად არ გაიქცევა და კიდე უნდა დაგალევნოთ ახლა თეთრით დავიწყეთ, გავხურდით და მეორე იქნება უკვე წამალი ღვინო. შეიძლება არ იცოდეთ ოცხანური საფერე. ამას ეძახიან იმერულ საფერავს, მაგრამ როგორც იმერელს, ცოტათი მწყინს. იმიტომ რომ ბევრად განსხვავებულია. გონი ერთხელ მაგ დალევი, ოღონდ ძალიან ადრე. ნახეთ, აი ამას ვეძახით წამალ ღვინოს. ყველა ყურძეს აქვს თავის რა თქმა უნდა უნიკალური თვისებები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ტური იყო. ღვინოები არაჩვეულებრივი, რა თქმა უნდა, სხვა იმერულ ღვინოებსაც დავაგემოვნებ მომავალშიც და არაერთხელ დამიგემოვნებია, მაგრამ ვინც ამ გადაცემას ნახავთ, ყველას გირჩევთ, რომ რა თქმა უნდა იმოგზაუროთ წყალტუბოში, ნახოთ არაერთი მღვიმე, ვისაუბრეთ ამის შესახებაც, მაგრამ ასეთი უნიკალური მართლა პირველად ნახე ამ მიმართულებით, არაერთი მიმართულებით არის უნიკალური ეს მღვიმე და არაერთხელ გესტუმრებით, როგორც აღნიშნე, ჩემს მეგობრთან ერთადაც. შემდეგ გადაცემაში ვიმოგზაურებთ დოლომიტების სავიტო ბარათად წოდებულ სეცედას მთაზე. ვესტუმრებით ულამაზეს სოფლებს. არ გამოტოვოთ.